იოსებ, დღეს მინდა ვისაუბროთ ჩინეთის თოვლის ფესტივალზე, ქანდაკების თოვლის ფესტივალზე. თქვენი ყავით 2026 წლის დასაწყის, ანუ ფაქტობრივად დასაწყისი იყო იანვარში ჩახვედით და ერთი კვირა გაგრძელდა, დაახლოებით ერთი კვირა გრძელდებოდა, თუ არ მეშლება 10 დღე და 10 დღე, ხო. ხო და ეს ისეთი ამბავია ჩვენთვის ზოგადად სამხატვრო აკადემიისთვისაც და მოქანდაკეებისთვისაც მნიშვნელოვანი ამბავია რა, თან ვიცი რომ წარმატებას მიაღწიეთ და პრიზით ჩამოხვედით იქიდან. ფაქტობრივად რაღაცა შეჯიბრის მსგავსი ფესტივალი იყო და საკმაოდ ბევრი ქვეყანა იღებდა მონაწილეობას და მათ შორის საქართველოც პირველად იყო, ანუ აი ამ მე მგონი 25 წელია, 20 წელია რაც ეს ფესტივალი ტარდება და ჩვენ პირველად მივიღეთ მონაწილეობა ამ ჰარბინში ტარდება, ქალაქ ჰარბინში ეს ფესტივალი და პირველად მივიღეთ და წარმატებას მივაღწიეთ. განსაკუთრებულად შესრულებული ნამუშევრისთვის აიღეთ პრიზი. ხო და მინდა რომ რაღაცნაირად ამას გამოვიხმაუროთ, რადგან არ არის ასე ვთქვათ ისეთი ამბავი, რომ აი რაღაცა ჩაიაროს და თითქოს არაფერი არ მომხდარა, იმიტომ რომ რაღაცნაირად იმ ძალების მობილიზებისთვის ძალიან კარგი ფაქტია, რომ ჩვენ გავაგრძელოთ კიდევ ამ მიმართულებით, ქანდაკების მიმართულებით ფიქრი, მუშაობა და სწავლა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მინდა გაიხსენო რაღაცა ისეთი დეტალები, რომ ზოგადად აი მაყურებელსაც წარმოდგენა შეიქმნას, რანაირი ტიპის ფესტივალებია, როდესაც ესეთი მასშტაბური ფესტივალი ტარდება. თან ეს იყო მე მგონი წინა საახალწლო ჩინეთისთვის წინა საახალწლო პერიოდი იყო და რაღაცნაირად ემზადებოდნენ და კულმინაცია უნდა ყოფილიყო მერე იმიტომ მათი ახალი წელი როგორც მახსოვს მე მგონი თვენახევრით გვიანდება ვიდრე ჩვენთან. ხო და აი მოყევი აი გაიხსენე დაახლოებით რა ტიპის ისიც აღნიშნე აი რამდენი ადამიანი იყავით წასული აქედან და როგორ გამოიყურებოდა ზოგადად ეს ყველაფერი. მაშინ მოდი პირველ რიგში მით დავიწყებ. ვიყავით წასული 3 ადამიანი. ერთ-ერთი იყო ჩვენი ლექტორი და 2 სტუდენტი ვიყავით. დან ახალი რაღაც იყო ჩვენთვის, იმიტომ რომ მოიხსენებათ ახლა ჩინეთი საქართველოსგან განსხვავებული არის, ანუ ყველანაირი ემოციები იყო ახალი. საინტერესო იყო, იმიტომ რომ მრავალფეროვნება იყო ქვეყნებში, ბევრი ქვეყანა იღებდა მონაწილეობას. და ანუ ჩემი აზრით კარგი შანსი იყო რომ გვენახა თუ რას აკეთებს სხვა ქვეყნის მოქანდაკეები. და ნახეთ საინტერესო აღმოჩნდა, იმიტომ რომ დაახლოებით 25 მონაწილე იყო თუ მეტიც კიდე და აი სულ სხვადასხვა ქვეყნებიდან იყვნენ და მრავალფეროვნება იყო ნამუშევრებშიც, მიდგომაშიც, მუშაობის სტილშიც და კარგი შანსი იყო რომ გაგვეგო რა მიდგომებით არიან ქანდაკებასთან დაკავშირებით რა. აი კიდე შევხედეთ თოლთან მუშაობა როგორ უნდა და სხვადასხვა ინსტრუმენტებს გავეცანით, მოვისმინეთ სხვა გუნდელების აზრი, იმიტომ რომ ბევრი გამოცდილი გუნდი იღებდა მონაწილეობას, ერთ-ერთი მათგანი ვინაც გაიმარჯვა, მე-9 ჯერ იღებდა მონაწილეობას, რო გავესაუბრეთ ისეთი იყო რომ გაგვიკვირდა, იმიტომ რომ 9 ჯერ რო იღებ მონაწილეობას, ჩვენ პირველად რო ვიყავით ჩასულები, ცოტა ისეთი იყო. თან გარემოც ძალიან კარგი იყო, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ შეჯიბრი იყო და რაღაც ფესტივალი იყო, ყველა ერთმანეთს ეხმარებოდა. აი ერთმანეთს რჩევებს აძლევდა და აი მეგობრული გარემო სულ ტრიალებდა რა. ვისაც რამე დახმარება ჭირდებოდა, აი შეგელო გეთხოვა გვერდით ვინმე გუნდი იყო, არ იცნობდი, არ ქონდა მნიშვნელობა, ყველა ისე გიდგებოდა, რომ მეგობრულად რა. და მაგალითად ძალიან საინტერესო იყო. ზოგადად პირველად ვიყავი ესეთ ორგანიზებაზე და ჩემი აზრით
საინტერესო გამოცდილებაა და მნიშვნელოვანია რომ ჩვენს გარდა კიდევ მომავალში სხვაებაც მიიღონ მონაწილეობა და ამის საშუალება თუ იქნება ძალიან კარგი იქნება. საერთოდ გეხმარება, აი როცა სწავლობ ქანდაკებას, ჩემი აზრით ესეთი საკვანძო მომენტები არის, იმიტომ რომ შენი პროფესიაში რეალიზებაში გიწყობს ხელს. აი რასაც სწავლობ, ამ ნასწავლის გამოყენებას სწავლობ რა, როგორ უნდა გამოიყენო და პროდუქტიული ხდები უფრო. ხო, აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ რაღაცნაირი გადამოწმება არის ესეთი ფესტივალები და ეგეთი ორგანიზაციები, მით უმეტეს, როდესაც სხვა ქვეყანაში ტარდება, ეს არის რაღაცნაირად გადამოწმება იმ ცოდნის და უნარების, რაც დააგრო. იმიტომ რომ მაგალითად აქ ჩვენს სივრცეში მაინც მეგობრული გარემოა ძალიან, ხო და რაღაცნაირად შეიძლება ისე იმოძრაო, ასე ვთქვათ, პიროვნული ნაწილი მოდის წინა პლანზე, რაღაც უმის მეგობრული ურთიერთობებია, რაღაცა სხვანაირი დამოკიდებულებებია და შეიძლება რაღაცა გაიპაროს. აი იმ თვალსაზრისით ვიზახი, რომ შეიძლება დაგინდოს გარემომ და ხო, კაცრი არ იყოს რაღაც შეფასებაში და აი როდესაც ესე სრულად უცხო გარემოში თან ახლა ამდენი ქვეყანა იღებდა მონაწილეობას და ანუ ქვეყანა ხო ბევრი იყო მონაწილე და თან გუნდები კიდევ უფრო მეტი იყო, იმიტომ რომ ერთი ქვეყნიდან ხანდახან რამდენიმე გუნდი იყო წარმოდგენილი და მან ფაქტობრივად იყავით აი ეს აბსოლუტურად არ იყო ესე იგი რაღაც უცხო გარემო იყო თქვენთვის როგორც პროფესიის წარმომადგენლებისთვის ამ შემთხვევაში და მე რაც ვნახე ფოტოები ვნახე და მაშინ აი და ის მახსოვს რომ საუბრობდით აი თვითონ პროცესში რა და იმათი ეგრევე გამოჩნდა სხვა შორის ეს იმიტომ რომ აი ნოდარს ვესაუბრებოდი მახსოვს და შენ და იასონიც იყავით იმაში და ნოდარი იძახდა რომ აი ძალიან მომზადებული ხალხია ხო და იარაღები აქვს სპეციფიური რაღაცებია და მაგრამ მეც რაღაც ისიც გამიჩნდა მაგრამ ფოტოები რომ ნახე სიმართლე გითხრა გამიჩნდა ეგრევე განცდა რომ ეს არაფერი ანუ სხვაგან აბსოლუტურად სხვა სეგმენტს დაიკავებდნენ ისინი და სულ სხვა სეგმენტზე გახვიდოდით თქვენ. იმიტომ რომ თქვენი ნამუშევარი იყო მკვეთრად უფრო ტრადიციულ ფორმებზე დაყრდნობილი, ქანდაკების პრინციპებით გათვალისწინებული და მათ ნამუშევრები უფრო იყო დეკორაციები რა. დეკორატიული პლასტიკა იყო ძალიან. და რაღაც სახალისო ტიპის ნამუშევრები იყო იმათი და აი შეიძლება ითქვას რომ აი მან ნამდვილად რაღაცნაირად ჩემი გაკვირვება გამოიწვია რომ ეს დაინახეს. და ფაქტობრივად თვითონ ის პრიზი რაც მოქცეს, ფაქტობრივად ამაში მოქცეს პრიზი. მე მახსოვს რომ მერმა აღნიშნა რაღაც თქვენსადმი ინტერესი და მე მგონი მერმა გამოხატა რაღაცა გამოთქვა უბრალოდ რაღაც დამოკიდებულება ასე მახსოვს და რაღაც დაჯილდოების ცერემონიაც რაღაცა სპეციფიური იყო. თუ შეგიძლია რომ გაიხსენო ეს რანაირად გამოიყურებოდა. აი მასშტაბი იგრძნობოდა და დაჯილდოების ცერემონიაში აი მკვეთრად ჩანდა რომ აი ეს ფესტივალი მნიშვნელოვანი არის ზოგადად იმ ქალაქისთვის, იმ ქვეყნისთვის და იმ ქალაქისთვის და მოსახლეობისთვის, იმიტომ რომ ყველაფერი ისე იყო გაკეთებული, რომ იგრძნობოდა, რომ აი უბრალოდ არ ხდება. იმიტომ რომ დაჯილდოებაზე მერი იყო, მერის წარმომადგენლები იყვნენ მოსულები, თითოეულ ქვეყანაზე იყო გამახვილებული ყურადღება და აი ეგ იგრძნობოდა, რომ აი უაზროდ არ ხდებოდა რაღაცები რა. თვითონ ეს ფესტივალის შეფასების მომენტშიც იგრძნობოდა, რომ აი სერიოზულად უდგებოდნენ თავიანთ საქმეს, საკითხები იყო სერიოზულად განხილული და აი ეგეც თქვენ რას თქვი რომ აი ეს ჯილდო რაც ავიღეთ, აი ეგეც მაგის დამამოწმებელი არის რომ რაღაც ბუტაფორიულად რაღაცები არ იყო რა, რაღაცები ისე შეაფასეს, რომ ეგ ტრადიციული მიდგომით შესრულებული ნამუშევარი იყო, ეგეც დააფასეს და სხვა განხრით რო ვიყავით. კი, აი იმიტომ რომ იყო რაღაც ნამუშევარი მართლა რომ აი ერთ-ერთი ნამუშევარი იყო პირველ ადგილზე რომელიც გავიდა, აი მუთმიდან არის მე მგონი ეგოისტი კაქტუსი ქვია და აი კაქტუსი ქონდათ გაკეთებული რა, აი ეგეთ სეგმენტზე აი სახალისოსკენ იყვნენ წასულები.
სხვა ზოგიერთს ქონდა აი ჩინეთის ახალი წელთან დაკავშირებით გაკეთებული ნამუშევარი. აი და ჩვენ უბრალოდ მიუდექით სუფთა ფორმიდან გამომდინარე და უფრო ჩვენი ნამუშევარი უფრო მასშტაბზე გათვლილი იყო და ფორმაზე უფრო ორიენტირებული ქონდა გაკეთებული და აღმოჩნდა რომ არც შევცდით. არა, ისეთი საკმაოდ თამაშნავი იყო ფოტოდანაც კი თამაშნავი. თან საკმაოდ დიდი კუბი იყო, ხო? 4 მეტრი იყო სიმაღლე და 3 მეტრი 3-ზე იყო. 3 დატკეპნელი თოვლი, რომელიც საკმაოდ ისეთია. თლათ ისეთი ფაფუკი თოვლი არა. არა, მარტივი არ იყო კი. თავიდან მეგონა რომ მარტივად გავუმკლავდებოდი თოვლს, მაგრამ აი მუშაობა რო დავიწყეთ, მე აღმოჩნდა რომ არც თუ ისე მარტივი არ არის და ძიმი არის თოვლი. თან ინსტრუმენტებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა ეგრე მუშაობ. ხო, მახსოვს რომ ინსტრუმენტების სხვანაირი გათვლა ქონდა. კი. მე ადგილზე მოგიწიათ რაღაცების შეძენა. კი. თავიდან გავთვალეთ ჩვენი, ანუ ფორმაში იგივე ინსტრუმენტები გქონდა, უბრალოდ მასალაში გქონდა განსხვავება. თან ჩვენ ისე გავთვალეთ, რომ ტრანსპორტირების მომენტში ჩატეყოფილი ყო რაღაცა ის, მაგრამ არ გამოგვადგა რა. იქ გაკეთებული ინსტრუმენტი ბევრად უკეთესი არის, ვიდრე ჩვენ გავაკეთეთ. იმიტომ რომ იქ აი ეს წლები რაც აქვს გამოცდილება, მაგაში ჩანს, რომ აი ინსტრუმენტიც ისეთი დახვეწილი ჰქონდათ, რომ თოვლზე მუშაობა ბევრად მარტივი იყო, ვიდრე ჩვენი ინსტრუმენტები. ხო. აი ეგ კულტურა ჩანდა კი, იმიტომ რომ მაგ ქალაქში, ჰარბინში ეს საკმაოდ გავრცელებულია ამის ტრადიცია. თან ჰარბინი არის ჩრდილოეთით, ანუ ჩრდილო-აღმოსავლეთია. საკმაოდ ძალიან ისეთ სიცივეც არის რა, იმასთან ერთად რა. უფრო მე მგონი მთები არ არის, სწორი ადგილია. მთები არ არის, სწორი ადგილია და რაღაცნაირი ეს ცივი მხარეა. და რა თქმა უნდა, აი მაგის გამო რომ ყინული ბევრია და თოვლი ბევრია, ეს ტრადიცია აქვს აშკარად. მე მინდა რომ სხვა ესე ვთქვათ, სხვა გუნდებსაც, რომლებიც სწავლენ საქართველოსთან, შემდეგ დაუცილებლად უნდა წავიდნენ ამ ფესტივალზე. წარმატება უსურვო და თქვენ კიდე მოგილოცოთ. რა ცოტა ესე საქვეყნოთ კაი შემდეგ გილოცავთ, მაგრამ ავიც ჯობს გვიან ვიდრე არასდროს. გილოცავთ ამ წარმატებას კიდევ ერთხელ და შემდეგშიც ბევრჯერ გვინახავს ჩვენი წარმატება ერთად. მადლობა მოლოცვისთვის და მეც მინდა რომ შემდეგ გუნდებს წარმატებები უსურვო. და იმედია ჩვენზე უფრო მეტ პრიზებს ჩამოიტანენ. მე მაგის იმედი მაქვს. ყოველ შემთხვევაში ყველანაირად გვერდში დავუდგები რა გამოცდილებას მივიღეთ. კი ბატონო. კარგი, იოსებ, მადლობა საინტერესო საუბრისთვის. მადლობა.